მოგესალმებით. ბუნებრივია სამყაროში ყველაფერი იცვლება დროსთან ერთად. დღეს სახეზე გვაქვს ღირებულებათა ცვლილების ერთგვარი ტალღა, რომელიც განსაკუთრებით აისახა ახალ თაობაზე. საინტერესო თემის ირგვლივ ვიწყებთ საუბარს, საინტერესო სტუმართან ერთად დღეს ბიომეტრიის სტუმარი გახლავთ ქალბატონი პირიმზე რურუა. მოგესალმებით. მოგესალმებით. მადლობა რომ მოგწენდით. მადლობა თქვენ. ბავშვებს უფრო მეტი თავისუფლება უნდა მივცეთ ქალბატონო პირიმზე თუ უფრო მეტი საზღვრები? რაც შეეხება თავისუფლებას, დავიწყოთ იქიდან თავისუფლებას, რას ვეძახით ჩვენ და რას ეძახიან ბავშვები. ან რა არის განსაზღვრული საზღვრები? თავისუფლება რომ მოიპოვო, თავისუფლებას რომ ისაუბრო, ამის უკან უნდა იდგეს ძალიან დიდი ცოდნა, ძალიან დიდი განათლება, შინაგანი კულტურა, ღრმა სულიერება და ამის შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ თავისუფლებაზე, მაგრამ რატომღაც გვეჩვენება რომ თავისუფლება შეიძლება გავაიგივოთ ბავშვებს, ასე ვთქვათ, ბავშვებთან მიმართებით როცა ვსაუბრობთ, ბავშვებს უფრო გონიათ რომ ესე ჩვენ ბრალი ალბათ რომ თავისუფლება არის საზღვრების მოშლა. ყველაფერი იმის რაც მოგაფიქრდება ყველაფრის გაკეთება, რაც მოგინდება ყველაფრის გაკეთება. საზოგადოების მიერ დადგენილი ნორმების, სტანდარტების, ეთიკური მახასიათებლების ამ ყველაფრის მიღმა ქმედება გონიათ რომ თავისუფლების გამოვლენა ეს არ არის. თავისუფლებაზე მე პირადად ყოველთვის პირველ რიგში თუ მახსენდება მე რა გოსტავა ყოველგვარ გაზვიადების გარეშე, იმიტომ რომ მსგავს თავისუფლებას როგორც მან შეძლო, როგორცაც მან მიაღწია, ალბათ ძნელად სოფლიო ისტორიაში ვინმე რო იპოვო სულ რამდენი ალბათ, მაგრამ მოდით ახლა ვისაუბროთ იმაზე, რასაც ახალგაზრდები ეძახიან თავისუფლებას, ხო? ნებისმიერ შემთხვევაში საზოგადოებაში არსებული ნორმების რაღაც გარკვეული ჩარჩოს მიღმა, საკუთარი ქმედების გადატანა, ნორმების დარღვევა, ეს ალბათ რაც კაცობრიობა არსებობს, მას შემდეგ ყველა ახალთაობას აქვს. არაფერს ახალს არ ვიტყვი. და ცვლილებების გარკვეულწილად ბუნებრივია. ბუნებრივია. ძველ შუმერულ ტექსტებში გვაქვს მამა წუწუნებს, რომ შვილს სწავლა აღარ უნდა, პატივს აღარ სცემს მასწავლებლებს და საერთოდაც საზოგადოებისთვის მიუღებლად იქცევა დღევანდელი ტერმინებით, რო ვთქვათ. ანუ არ არის ეს ახალი ამბავი, ვთქვათ. ჩვენც ვიყავით ახალგაზრდები და ჩვენი შვილებიც იქნებიან ჭარმაგნი. აქედან გამომდინარე ალბათ მთავარია რომ შეუნარჩუნოთ, ვეცადოთ რომ შეუნარჩუნოთ ღირებულებები. მთავარი რაც არის ღირებულებები შეუნარჩუნოთ, ამაზე უნდა ვიზრუნოთ ჩვენ, ამაზე იზრუნა წინა თაობებმა გარკვეულწილად. მაგრამ მე ვგულისხმობ ალბათ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ახერხებდა ამას, მე საბჭოთა ეპოქის ბავშვი ვარ და მახსოვს ბევრი რამ. კიდევ უფრო ადრინდელი თაობის მონათხრობით ვიცით ალბათ, ბევრი დაწერილა, მაგრამ ყველა დროში საბჭოთა საზოგადოებაშიც კი არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც ახერხებდნენ მთავარი ღირებულებების სწორად მოტანაც ჩვენამდე და ჩვენს ეს ვალდებულება გვაქვს. აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ ეს არის შეუქცევადი პროცესიც და გეთანხმებით, რომ ალბათ ყველა ეტაპზე თაობათა შორის არსებობდა განსხვავება, თუმცა ის, რასაც დღეს ვადევნებთ თვალს, არის დროში დაჩქარებული, სხვა დინამიკა, სხვა ტემპი და ბუნებრივია ტექნოლოგიების შემოდინებამ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიწვია ზუსტად ის სურათი, რომელსაც დღეს ჩვენ უნდა ვისაუბროთ. ქალბატონო პირიმზე, ერთგვარად რწმენის და ღმერთის არსებობა გაქრა ახალ თაობაში. წეგან ვახსენე საბჭოთა ეპოქის ბავშვი ვარ მე და ის დრო მახსოვს ძალიან კარგად. ჩემი სტუდენტობის დროს მოხდა მკვეთრი შემოbrunება ეკლესიისკენ. კარგი იყო ეს, ცუდი არ იყო, რა თქმა უნდა. თუმცა რთული იყო. რთული იყო ძალიან. და ამის მიღმა იცით, როგორი მდგომარეობა იყო. ინფორმაციას დაწაფებული საზოგადოება, ვისაც შეიძლება პირობითად, ახლა პირობითად ორ ზოგადად არა მრევლი უწოდოთ, არ არსებობდა წიგნები, რომლითაც შეიძლებოდა საჭირო, ღირებული, აუცილებელი ინფორმაციის მიღება.
მახსოვს იმ პერიოდში რამდენჯერმე ხელახლა გამოიცა რევოლუციამდელი, რუსეთის რევოლუციას გულისხმობ 17 წლის და არსებული ლიტერატურა, რაც ქრისტიანულ აღზრდას, ქრისტიანული ინფორმაცია, რელიგიური ლიტერატურა, მაშინ მერე რა თქმა უნდა დაგროვდა უამრავ. მასალა და უცნაური ის იყო, რომ იმ პირველ ეტაპზე მაშინ, როდესაც რეალურად არაფერი არ იყო, უფრო მეტად იყო სწრაფა და სურვილი შეცნობისა, ღვთის სიტყვის გაგებისა, მამათა სწავლების წაკითხვისა, წმინდა წერილის წაკითხვისა, ვიდრე შემდეგ, როდესაც საკმაოდ დიდი ინფორმაცია და ხელმისაწვდომი გახდა ლიტერატურა. დღეს მგონია, რომ ინფორმაციის ნაკლებობა უფროს თაობაში, პირველ რიგში უფროს თაობაში. თორე მარტო ახლა შეიძლება საუბრის დროს შეიძლება მართლა არ ვახსენოთ ესე. მით უმეტეს თუ ჩვევა არ აქვს ადამიანს, ამას არ შეიძლება რაღაცა მერტი არ ახსენო საუბრისას, მაგრამ რწმენაზე როცა ვსაუბრობთ, ის რომ შვილი გაზარდო რწმენით, ეს ვფიქრობ ოჯახიდან მოდის პირველ რიგში. ურწმუნოობას რა ჯობს რომ ადამიანს რწმენა გქონდეს. არ ამ შემთხვევაში არ მიჭნა არცეთ რელიგიას. მორწმუნე ადამიანი უფრო მეტად ცოდვამადლის შეცნობას ახერხებს, უფრო მეტად ცხოვრობს სწორად. უფრო მეტად მოდის მისგან სიკეთე და სიყვარული და უფრო მეტად შეუძლია ამის მიღებაც თან და რატომ უნდა მოვაკლოთ ეს, როცა შეიძლება ოჯახიდან წამოვიდეს. პირველ რიგში ოჯახიდან და მთავარი მიზეზი მგონია მცირედ მცოდნეობა, ინფორმაციის ნაკლებობა, ინფორმაციის ხელმისაწვდომობას არ გულისხმობ. რა თქმა უნდა, გასაგებია. დღეს როგორც არასდროს ხელმისაწვდომია ყველა სახის ინფორმაცია. გეთახმებით, ემპათიამდე მივდივართ. რწმენის დეფიციტი აი ამ თაობაში გვაძლევს თუ არა იმ სურათს, რომელიც დაბალი ემპათიის ხარისხს უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ ამავე სტუდიიდან არაერთი ქათინაური ისმის ახალი თაობის მისამართი და აბსოლუტურად გულწრფელი ვარ, როდესაც ამ თაობას უწოდებთ smart თაობას, ადამიანური ყოფითი უნარებია თითქოს კრიზისში, მეთანხმებით თუ არა ამ შეფასებაში და ემპათიის გაცვეთილ დოზას უკავშირებთ თუ არა სწორედ რელიგიური ტექსტების, რელიგიური მიგნებების, ღმერთის არსებობის გაბათილებას ახალი თაობის. მოდით ვთქვათ, სად ვესაუბრებით ამ ბავშვებს ჩვენ ღმერთზე? ვინ ესაუბრება ამ ბავშვებს ღმერთზე? ვერ ვიტყვი, სწორად გამიგეთ. მე ხშირად რაღაცა ვერ ვიმეტებ ახალგაზრდებს მაინც ბოლომდე, როდესაც ვიცი, რომ ჩვენგან მოდის ბევრი რამ და ჩვენ ვართ მიზეზი ბევრი რამისა. სად ვესაუბრებით ამ ბავშვებს ღმერთზე? ვის ძალია ამისთვის დღეს? დღეს უფრო რთულია აღსრდა ბავშვის გაბატონო. დღეს უფრო რთულია. მოდით ცოტა ჩავშალოთ მაშინ, დავიწყოთ ოჯახიდან, ხო? ნებისმიერ შემთხვევაში ოჯახიდან მოვდივართ ჩვენ. ბევრი რამ შეიცვალა, ბევრი რამ გადაფაცდა, ბევრი რამ გადახარისხდა, მაგრამ მე რისი დეფიციტიც ახლა ოჯახებთან მიმართებით მაქვს, ეს არის ორთაობიანი ოჯახების დღეს ძირითადად ორთაობიანი ოჯახები არის მშობლები და შვილები და საოცარი დეფიციტი მაქვს სამთაობიანი ოჯახის 4-ზე აღარ ვამბობ უკვე თავისთავად. ოჯახი, სადაც რა თქმა უნდა ყველაფერი ადამიანთა შორის ურთიერთობა არის ნორმალური, პატივისცემაზე დაფუძნებული, რაღაც საერთო ფასეულობებზე, ოჯახო კულტურაზე დაფუძნებული, სადაც ადამიანები ერთმანეთს რა თქმა უნდა სიფრთხილით ეკიდებიან, ერთმანეთისას ითვალისწინებენ. ასეთ ოჯახში აღზრდილი ბავშვისთვის ემპათია უფრო არ წარმოადგენს დეფიციტურ პრობლემას, ვთქვათ. ეს ერთი. გარდა ამისა, ჩვენ როგორ ვიქცევით უფროსები? ჩვენი საზოგადოება დღეს გაჯერებული არის, როგორ უფრო სწორად დიდი დოზით მოდის, ყოველთვის იყო დაუნდობლობა ერთმანეთის მიმართ, რაც არსებობს კაცობრიობა ახასიათებს ხო, მაგრამ დღეს ძალიან ხელმისაწვდომია ყველაფერი, ზედმეტად ხელმისაწვდომია ბავშვებისთვის და გარკვეული თვალსაზრისით ცოტა მსხვერპლი მგონია მე ეს თაობა ჩვენს ხელში. მე ამ შემთხვევაში გამოვდივარ მშობლის პოზიციიდანაც და გამოვდივარ მასწავლებლის პოზიციიდან. ცოტა მსხვერპლი მგონია და ისინი არ არიან კომფორტულ მდგომარეობაში. შეუძლებელია კომფორტულ მდგომარეობაში გრძნობდნენ თავს, როდესაც
რაღაც ღირებულებები მათთვის არ არის. არასწორი სოციალური მოდელების მსხვერპლია დაახლოებით ამას გულისხმობთ. თუმცა, როდესაც ემპათიაზე ვსაუბრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რა არის ზოგადად ემპათია და საიდან მოდის. ემპათია არის უნარი, რომლითაც იბადება ინდივიდი თუ შესაძლებელია შემეცნება ემპათიის დასწავლა შესაძლებელია. რა თქმა უნდა, სწორედ ამიტომ ამბობ, რომ სად ვისაუბრებით ამ ბავშვებს ამაზე. სად ვისაუბრებით. და აქ კიდე მოდის დროის დეფიციტის საკითხი. ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენ ყველაფრისთვის გვცალია. გარდა საკუთარი შვილებისა. პირობითად ამას პირობითად შვილების უდიდესი პასუხისმგებლობა და ვალდებულება სწორი თუ არა სწორი ამ ნაწილში მშობლებს შემოაქვთ დააკისრებენ სკოლებს პედაგოგებს ისე ნახეთ როგორი მოცემულობა გვაქვს ბებია ბაბუების ფუნქცია თითქოს დაგვეკარგა ამ დროს სოციალიზაციის პროცესში ეს იყო აი ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორი რაც ისევ ამბობ რაც არსებობს კაცობრიობა და ქართულ საზოგადოებაში ემპათიის ნაწილში რა თქმა უნდა და მეორე მომენტია კიდე ბუბაკი კაპიძე იხსენებდა სადღაც ჩემი თაობა უმამო ბიჭების თაობა იყო დღეს უდედო ბავშვების თაობა ყავს ლამის უამრავი ადამიანი არ საუბრობ იმაზე ვინც ქვეყნიდანაა წასული ნებისმიერ შემთხვევაში ალბათ ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე ნაკლებ დროს უთმობ შვილებს. უდედობას არ გულისხმობ ფიზიკურ უდედობაში, მხოლოდ. თუმცა ესეც შეიძლება იყოს ჩვენი საზოგადოების ტრაგედია, მაგრამ დროის ნაკლებ დროს უთმობ შვილებს. აი, სწორად გამიგეთ, მე ახლა არავის არ ქადაგებ და არავის არ კითხავ, არავის არ ვკილა. უბრალოდ ჩემს დაკვირვებას მოგახსენებ და არც იმას ვამბობ, რომ ექსპერტი ვარ მე ამ საკითხში და მე უნდა დამიჯერო და მენდოთ. არა, დაკვირვების შედეგი ალბათ ასაკიც მაქვს უკვე ისეთი, რომ შეიძლება რაღაც გარკვეული დასკვნა გამოვიტანო, ხო? თუმცა ჩვენ მიზეზები ვიცით. ჩვენ გვესმის რამდენად რთულია დღეს ფიზიკურად გადარჩე თითოეულ ახალგაზრდა მშობლს უწევს ბრძოლა იმისთვის, რომ შვილის ყოველდღიური საჭიროება დააკმაყოფილოს და ჩვენ ვიცით არავისთვის არ არის საიდუმლო რომ 2-3 სამსახურია ხშირ შემთხვევაში საჭიროა რომ შეინახო ოჯახი. და სწორედ ის დანაკლისი, რომელსაც ვერ ავსებს მშობელი შვილთან აი ამ მოთხოვნას და ვალდებულებას არადა ჭირდებათ ამ ბავშვებს პედაგოგებს როგორია ურთიერთობა დღეს ოჯახებისა, პედაგოგისა და სკოლის რამდენად სწორად არის გადათამაშებული ფუნქცია და როლი თქვენ შორის არიან მშობლები რომლებიც თვლიან რომ სკოლამ უნდა მოაგვაროს ყველა ის პრობლემა რომელიც რასაც ჩვენ ზემოთ ვისაუბრეთ მაგრამ ხშირ შემთხვევაში სკოლაშიც ყველაფერი შეუძლებელია ხო კი მართალია დღის დიდ ნაწილს 5-6 საათს ზოგჯერ მეცაც ბავშვი ატარებს სკოლაში მაგრამ ის რიცხვი იმ საზოგადოების ანარეკლია საიდანაც ეს ბავშვი მოდის აქედან გამომდინარე თუ არ იქნება შეთანხმებული მოქმედება იცით მშობლების თაობა ცოტა მოძველებულად აზროვნებს შეიძლება არასწორი სიტყვა შევარჩიე ახლა, მაგრამ აზეთ მეტად თანამედროვედ. არა, რას გულისხმობ, იცით? სკოლას არ უყენებენ იმ მოთხოვნებს, რომელიც რეალურად უნდა კონდეთ სკოლის მიმართ. ლამის ნიშანზეა ისევ დასული ყველაფერი. რაღაცა ცალკეული საგნის სწავლა არ სწავლაზე. არა და სკოლა ის მცირე მოდელია საზოგადოებისა, სადაც ჩვენ ბევრად მეტი როგორც მშობელმა, ბევრად მეტი რამე უნდა დავინახოთ და ბევრად მეტი უნდა მოვთხოვოთ იმ სკოლას. ყველა სკოლა რაღაც ღირებულებითი ჩარჩოს მატარებელია, ხო? აქედან გამომდინარე ჩვენ სკოლის არჩევის პროცესშიც, ესეც რაღაც კიდე ცალკე ის არის პრობლემა, მაგრამ სკოლის არჩევის პროცესშიც უნდა ვეცადოთ წინასწარ დავფიქრდეთ, სად მიყვავს შვილი, ხო? რა ღირებულებებზე გადის იმ სკოლის მიკროსამყარო, ასე ვთქვათ. ბევრი საკითხია, არ არის აქ ერთი მხოლოდ და მარტივად გადაწყვეტადი. როგორც ჩვენი საზოგადოება არის ახლა მოდელირების პროცესში, ჩვენ ხო ჯერ კიდე გვჭირდება. ფიქრობ დიდ რომ ვიდრე გარდავიქმნებით ისეთ საზოგადოებას, როგორც სურვილიც გვაქვს, როგორცაც ვხედავთ.
საკუთარ თავში ალბათ გონებაში, როგორიც გვემეტება ამ ბავშვებისთვის. მაგრამ ნუ გავეწყდება რომ ჩვენ ვართ პოსტსაბჭოთა საზოგადოება ჯერ. ჩვენ არც ისე დიდი ხანია, რაც დავამთავრეთ ცხოვრება, სადაც აი ერთმანეთის ნაწილს რო შევეხოთ. სადაც ლენინი ღმერთი იყო და ყველა გენერალური მდივანი, ასე ვთქვათ, მისი მოციქული. ანუ რეალურად ის საზოგადოება, რომელშიც ეს ჩემი ფრაზა არ არის, ეს ბატონმა აკაკი ბაქრაძემ ერთხელ ლექციაზე და მომწონს ძალიან. აქედან გამომდინარე, ყველაფერი ერთად არ დალაგდება, ყველაფერი არ შეიცვლება, მაგრამ ჩვენ რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ბავშვებს შევქმნათ ისეთი საზოგადოება. აი სულ ვამბობ რაღაცა, ვერ ვიმეტებ ამ თაობას, მხოლოდ მას რო ავკიდოთ ეს დანაშაული იმისთვის. ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და ჩვენი წილი დანაშაული ჩვენ უნდა ზიდოთ და უნდა ვეცადოთ გამოსწორებას პრობლემას. გუწფელად გამაუცეთ, იმიტომ რომ მეტწილად მქონდა მოლოდინი, როგორც უმეტეს შემთხვევაში საუბრისას ხდება. ბავშვების ემოციური განვითარების ნაწილში არსებულ შეფერხებაზე ჩვენ არაერთხელ ამავე სტუდიის ფარგლებში მოვიშველეთ, როგორც მანკიერი გამოცდილება, ტექნოლოგიები და ციფრული სამყაროს უხვი შემოდინება ჩვენ ცხოვრებაში. დიახ, როგორ თვლით ემოციური განვითარების გზაზე შემაფერხებელია ტექნიკური მიღწევები, რომელიც კაცობრიობას აქ უნდა ვენდოთ ფსიქოლოგებს, ნევროლოგებს, სოციოლოგებს, უნდა ვთქვათ, რომ აქ რა თქმა უნდა ეს თავის როლს ასრულებს, რა თქმა უნდა. ვერაულით ამას გვერდს. ის რომ ყველაფერი აჩქარდა. ის რომ ყურადღების კონცენტრირების დეფიციტი გაჩნდა ამ თაობაში. ინფორმაციის მიღების ხელმისაწვდომობამ გამოიწვია ცალკეული უნარის დაქვეითება, ხო? ცალკეული უნარის დაქვეითება, მაგრამ მოდით ახლა აქ უკვე სკოლაზე ვისაუბროთ, ხო? სკოლა შეუძლია რომ ეს ყველაფერი სათავისოდ გამოიყენოს. აქ შეიძლება ბავშვი, რომელიც მარტივად ღებულობს ინფორმაციას, ეს ჩავთვალოთ როგორც ძალიან დიდი პლუსი და მართლა ასეა და ვიფიქროთ მისი სააზროვნო უნარების განვითარებაზე. ნუღა აი უფროსი ჩვენ რაღაცა გსურს რომ განვავითაროთ ის მოდელი სკოლაში როგორთაც ჩვენ ვსწავლობდით ჩვენი შვილები სწავლობ აღარ არის უკვე ეს დრო შეიცვალა მართლა შეიცვალა თუმცა სააზროვნო უნარების განვითარება ღირებულებითი სწავლება და ასე შემდეგ ღირებულებები ზოგადად არ უნდა დაგვავიწყდეს ამაზე უნდა გავაკეთოთ ალბათ აქცენტი ყველაზე რთული ალბათ სკოლაში დღეს ეს არის. განათლების სისტემა იძლევა თუ არა საშუალებას, რომ ღირებულებების, ისტორიის, მემკვიდრეობის, გმირების კვალი აქტიურად მივიტანოთ ახალ თაობამდე. თქვენი სისტემის რეფორმები, დაუსრულებელი რეფორმები ტოვებს განცდას, რომ თითქოს ახალი თაობის ნაკლები მიმზიდველობა სწორედ გზნობელობის ნაწილში ისტორიის პატივისცემის თუ საკუთარი ენისა და ლიტერატურის ერთი შეხედვით ბადებს ეჭვს რომ ეს შესაძლოა იყოს ხელოვნური პროცესი. ის რომ ჩვენ ამ ბავშვებს გავუღვიძოთ ემოცია, გავუღვივოთ გულში რაღაცა სითბო ჩაუღაროთ ასე შემდეგ, ეს ჩვენზეა დამოკიდებული ჩვენს განათლებაზეა დამოკიდებული, ჩვენს მათ მიმართ დამოკიდებულებაზეა დამოკიდებულებთ არის განსაზღვრული. ხა ერთი ასეთი არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ უნდა თანამდგომი, რომელსაც არ უნდა ვიღაცას ადამიანი, რომელსაც ესმის მისი და უფროსთაობაში რო ესმის მისი. ქალბატონი ბერმზე მაბატიეთ ჩაგიკითხებით ეროვნულობის ის განცდა და ხარისხი, რომელიც თქვენ გაქვთ და თქვენ გქონდათ მაშინ, როდესაც გადიოდით განათლების გზას. არის თუ არა დღეს მოთხოვნა ამ დოზით მიაწოდოთ თქვენს აღსასრდელებს? მოთხოვნა როგორ არ არის? მოთხოვნას ჩვენ უწევს პირველ რიგში საკუთარ თავს მე ისტორიას ვასწავლე და როგორ შეიძლება მე გაკვეთილზე ვიღაცამ ამიგრძალოს იმის გაკეთება, რამაც შეიძლება ბავშვი ემოცია გამოიწვიოს. მე რა თქმა უნდა, აქ გადაჭარბებაც არ შეიძლება. ზედმეტი სიყალბეს არ პატიობს ეს თაობა, არანაირ ემოციურ სიყალბეს ყველაზე მეტად არ პატიობს და აქედან გამომდინარე იცით ცოტა მეტი მუშაობა გვჭირდება, ცოტა უფრო უკეთ უნდა ვიცნობდეთ ამ ბავშვებს, ცოტა უკეთ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები. შეიძლება ეხა ეს თემაც გავშალოთ. რატომღაც ჩვენ გონია, უფროსებს გონია, რომ
არის რიგი საკითხები, პროცესები, რომელშიც ესენი ჩვენზე უკეთესები არიან, ჩვენზე უფრო წინა. კი, ასეთაც არის. მაგრამ მე რატო არ უნდა მქონდეს სურვილი, რომ იგივე ვიცოდე, იგივეს დავიფლო. წავიკითხო ის წიგნი, რომელსაც ჩემი მოსწავლეები კითხულობენ, მოусვინო მუსიკას, რომელსაც ისინი უსმენ. შეიძლება რაღაც მომეწონოს, რაღაცა შეიძლება ძალიანაც არ მომეწონოს. ეს ნორმალურია. მაგრამ ნორმალურია, მაგრამ ნუ ჩავთვლით იმას, რომ მე ამას ვერ შევძლებ. ნუ კი, ბუნებრივია, ხა რაღაცა შესაძლებლობები სხვა არ არსებობს, მე რომელიმე საოპერო არის ასახო ვეღარ ვისწავლი, ვერ ვიცი ჩემი მუსიკალური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მაგრამ რატომ არ უნდა მქონდეს სურვილი, ვთქვათ, ის ვისწავლო, რასაც ეს ბავშვები ახლა ფლობენ. სხვათა შორის ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება უფრო მარტივადაც ვისწავლოთ ჩვენ. ბატონო პირიმზე, პროგრესზე ორიენტირება, რასაც თქვენ ბრძანებთ, აი ამ პროცესში ჭირდება სტიმული. ეს ერთეულების შემთხვევაში არის დიდძალი ენთუზიაზმის შედეგი და სხვა შემთხვევაში ეს არის იმედგაცრუება. ანაზღაურების კომპონენტი, დაფასების კომპონენტი, პატივისცემის კომპონენტი, პიროვნული დამოკიდებულების კომპონენტი დღეს პედაგოგის მიმართ არ არის იმ ხარისხში, რომ მოვთხოვოთ ყველას გმირობა. ანაზღაურების ნაწილს, არა, გმირობას არც ვითხოვ, ანაზღაურების ნაწილი, ახლა რა ვიცი, მე არ გამიგონია მდიდარი მასწავლებელი, რაც მასწავლებელი არსებობს მას შემდეგ, მაგრამ კარგი დავანებოთ ამას და სხვა დანარჩენი, იცით, ნებისმიერ შემთხვევაში მასე რაღაცა განწყობაზეა დამოკიდებული ნებისმიერ შემთხვევაში. რამდენად გაინტერესებს, თუმცა არის ახლა არავის არ ვკილავ, რაღაც ყველას თავის ცხოვრება აქვს, თავის შეხედულება აქვს, მაგრამ არიან მასწავლებლები, რომლებიც არ ცდილობენ, ხო, განვითარდნენ, ხო, ამ ზუსტად ამას გულისხმობდი. საერთოდ უფროსი თაობა, რატომღაც ჩვენ გონია, რომ ეს ამ ბავშვების საქმეა, ტექნოლოგიებთან ურთიერთობა და ჩვენ არ არის ჩვენი საქმე, არ არის ეს სწორი. ნებისმიერ შემთხვევაში იცით, რამდენად საინტერესოა მათთვის. ხელშესახების სტიმულის შემთხვევაშიც იგივე სურათი გვექნებოდა ხალბატონო პირიმზე? ალბათ, ხო. იმიტომ რომ პიროვნული განვითარება მაინც ადამიანის ინდივიდია დამოკიდებული ნებისმიერ შემთხვევაში. როგორ შეიძლება ბავშვს არ დაუკარგოთ რწმენა? არა მხოლოდ რელიგიური მიმართულებით, უბრალოდ საკუთარი თავის, საკუთარი შესაძლებლობების. ხო, მაგ დიდი წელი ჩვენზეა და რა თქმა უნდა. არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ მას დაცემა პირობითად გულისხმობ ახლა ამ შემთხვევაში. არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ მას იმის საშუალება, რომ არ ირწმუნოს საკუთარი ძალები. რეალურად უნდა შევხედოთ სიტუაციას, არ ვამბობ ახლა მე, რომ ისეთი რაღაცა ილუზიები შეუქმნათ მას, რომ გინდა თუ არა აუცილებლად შენ შეძლებ იმას, რაც ვიცით რომ ისთვის დაუძლევადია, მაგრამ ცდილობა ხო შეიძლება წავახალისო, თუმცა თანადგომა, თანაგანცდა, ზურგის გამაგრება ეს ჩვენი ვალდებულებაც არ არის, მხოლოდ ეს არ არის. ნებისმიერ შემთხვევაში დიდწილად აქაც შეიძლება მოვიმიზეზოთ უძროობა, შეიძლება მოვიმიზეზოთ ის, რომ ვერ შევნიშნეთ რაღაცა, შეიძლება მოვიმიზეზოთ, რომ არ გვეცალა მოსასმენა და ასე შემდეგ. არა, აი რაღაცა ისე წავიდა ჩვენი საუბარი, რომ თითქოს უფროსთაობას ვადანაშაულებ ყველაფერში, მაგრამ დიახ, თუმცა არსებობს კრიზისი. ყოველთვის არსებობდა ბუნებრივია კრიზისი თაობებს შორის, მაგრამ დღევანდელი ჰორიზონტი არის განსხვავებული. აი ამდენი დეპრესიული ფონი. დაძაბული პატარები, ბავშვები, რომელთაც ნერვოლოგიური პათოლოგიები აქვთ. მენტალური პრობლემები ძალიან ბევრი. მენტალური პრობლემები, რომელსაც ასევე ტექნოლოგიებს უკავშირებენ. თუმცა ჩვენ და მე კიდევ უკავშირებ, არ ვიცი, რამდენად ახლა მე არა ვარ ექიმი, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ კვებასთანაც არის ეს დაკავშირებული. კვებასთან, ჯანსაღ პროდუქტებთან და ასე შემდეგ, ბევრია ის იმდენად მასშტაბური მოვლენა. თავარ მიზეზს რაში ხედავთ, როდესაც დღეს ახალგაზრდა მოზარდი არის გაუცხოებ, განიცდის აი ამ გაუცხოებას, არ არის კომფორტულად არც ერთ სოციალურ მოდელში, არც ოჯახში, არც სკოლაში, არც სკოლის კედლებს მიღმა. სად ხედავთ თავარ პრობლემას და გამოწვევას? ჯერ ვთქვათ ასაკი, ხო? ასაკი ყველასთვის რთული ასაკია, თუმცა ეს აი მაწვილობის, თინეიჯერობის ასაკს, რაც ჩვენ ვეძახით. ეს ეგრეთ წოდებული პუბერტატის დაიწია თუ მე მეჩვენება. ხო, აი ზუსტად ამას ვამბობდი ახლა, რომ რაღაცა ეს ასაკი რაღაცა ადრე ეწყებათ ახლა. ეს ერთი რომ ამ ასაკს თავისებურებები ახასიათებს, აგვივლია ყველას.
ვიღაცას უფრო მძაფრად, ვიღაცას უფრო ნაკლებად ქონია ამ თვალსაზრისით შვილებთანაც, ჩემ შემთხვევაში მოსწავლეებთანაც რაღაც გარკვეული გამოცდილება, მაგრამ აი ყველაზე მეტად სიფრთხილე ამ დროს გვახასიათებს, გჭირდება უფროსებს, იმიტომ რომ თავშესაფარს ეძებს ამ დროს ადამიანი. ბავშვი ამ დროს ეძებს თავშესაფარს და თავშესაფარი მისი ფსიქიკისთვის, მენტალობისთვის, ფიზიკური ზოგიერთ შემთხვევაში და ასე შემდეგ, აი იქ არ შეიძლება კარი მიუხუროთ, იქ არ შეიძლება სხვათა შორის არის ამ შემთხვევაში მარტო თაობათა შორის ურთიერთობა არ არის. თაობათა შორის შეიძლება მაგ იმდენად არ იგრძნობოდეს პრობლემები, რამდენადაც ერთი თაობის შიგნით, ერთი სოციუმის შიგნით საკმაოდ ბევრია ასეთი შემთხვევა, ხო? ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ვიყოთ მგზამკვლევი. და აქაც სწორი ცოდნა გვჭირდება. არ გვაქვს ახლა ამ შემთხვევაში არავის თუ მშობლები ვართ, მით უმეტეს რომ არ გვაქვს უფლება რომ სწორი ორიენტირი. არა ის რომ ჩვენ სწორად დავსვით, არა. უნდა წავიკითხოთ, უნდა რაღაცა გავიგოთ, ახალი უნდა შევემეცნოთ და ამის საფუძველზე უნდა ვეცადოთ, თუმცა აქ თავის როლს ასრულებს და არა ვერ ვიტყვი ხა ხშირად დადებიც მათქი აი ეს ტექნოლოგიები, ანუ ის ინფორმაცია, რომელიც ამ ბავშვამდე მოდის ჩვენს მიღმა. დიახ, არის შესაძლებელი სკოლა გახდეს კომპენსატორი ამ პროცესებში, ის დეფიციტი, რაც ოჯახში აქვს ბავშვს დააბალანსოს საგანმანათლებლო დაწესებულება. მუდიდეს twist ვკიდებ ახლა მე მორალს. არა, ეს ერთი არ არის. მე რომ მკითხოთ დღევანდელ დროს პირველ უმთავრესი მოვალეობა უნდა იყოს დღეს სკოლის ეს რომ მკითხოთ ერთის მხრივ სწორედ ის რომ ვაგრძნობილოთ თავი როგორც პიროვნებას კომფორტულად და მეორე უნარები განუვითაროთ მას და უნარები სააზროვნო უნარები და სოციალიზაციის პროცესებს შეუწყოთ ხელი საზოგადოებასთან ურთიერთობას შეუწყოთ ხელი თორემ ისე ფერად ხელმისაწვდომი გახდა უკვე ინფორმაცია ზოგადად ეს კარგის თვალსაზრისით უნდა გამოვიყენოთ, ხო? ბოლო წლების აი ამ სირთულეს, განსაკუთრებით სოციალური უნარების ნაწილში უკავშირებთ თუ არა თქვენ პანდემიის შემოტოვებულ ხურჯის ეგრეთ წოდებულს ნეგატიურს? როგორ არა. ის გამოცდილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ, ჩვენ ზრდასრულებისთვის იყო რამდენად ძნელად გადასატანი და ახლაც გვაქვს ამის შედეგები, მაგრამ ბავშვებისთვის ეს იმ ასაკში იყო უმძიმესი გამოცდა და აქ რაღაცა იმიტომ რომ ყველას თავსი იყო ეს ამბავი მთელ სამყაროში შეიძლება ჯეროვანი ყურადღება რეაბილიტაციის პროცესს ვერ დაუთმეთ რეაბილიტაცია ჭირდებოდა იმ თაობას ნამდვილად ჭირდებოდა ვერაფერი გავაკეთეთ ღირებული იმისთვის რომ მარტივად გადაგველახოთ იმიტომ რომ რაღაცა ისევ პანდემიით გამოწვეულ სხვა პრობლემებზე ვიყავით გადართული. მესმის აბსოლუტურად, თუმცა მაშინ როდესაც სოციალურ-ეკონომიკურ ფონს მიმოვიხილავთ, ძალიან ბევრი საყვედური ისმოდა დღეს ჩვენი საუბრისას მშობლების მისამართით და ბუნებრივია უნდა ვახსენოთ ისიც რომ როცა ჩვენ არ ვარგივართ მასწავლებლებად, მასწავლებელს არ გულისხმობ ახლა სკოლის მასწავლებლებს ამ შემთხვევაში უფროს დაობას გულისხმობ. იქ ნუ ველოდებით საუკეთესო შედეგებს შეგირდისგან, ამ შემთხვევაში უმცროს დაობისგან. ჩვენ მოვთხოვოთ საკუთარ თავს პირველ რიგში. და მე წამოუყენოთ იმ ბავშვებს პრეტენზიებს. ზოგიერთ შემთხვევაში იმ ბავშვებს არც უნახავთ უკეთესი, არც უნახავთ ღირებული ურთიერთობები, ხა ყველაზე არ ვსაუბრობ ცალკეულ შემთხვევაში, ხო? როგორი ოჯახებიდან მოდიან ხშირად ჩვენ ხომ არ ვიცით, აქედან გამომდინარე რა უფლება გვაქვს სკოლაში, ამ შემთხვევაში რა უფლება გვაქვს, მას არ შეუქმნათ ის სივრცე, სადაც კომფორტულად იგრძნობს. ალბათო პირიმზე არ ვიცი მეჩვენება თუ არა, მაგრამ მგონია რომ ბოლო წლებში საგანმა გადაინაცვლა მეორე საფეხურზე და წინა ეტაპზე წამოწეულია პედაგოგების მხრიდანაც, აი სწორედ იმუნარების განვითარება და ზრუნვა იმ ნაწილზე, რომელიც დააკლდა ოჯახში ახალგაზრდას და მოსარწ. ეს კარგი ეთოსია. ეს ძალიან კარგია, მე წამოსვამთ. ყოველ შემთხვევაში ბიომეტრიის ფარგლებში, როდესაც პედაგოგია ჩვენი სტუმარი და ვსაუბრობთ ამ თემაზე, ყველაფერზე ვსაუბრობთ გარდა საგნების. იმ ეტაპზე, როდესაც მე ვიყავი მოსწავლე, მეტი ყურადღება ექცეოდა საგნებს, ნიშნებს და სასაუბრო ძირითადად პედაგოგთან იყო სწორედ აკადემიური უნარები. დღეს სხვა უნარებზე ამახვილებთ ყურადღებას და მის საჭიროებას. აკადემიურ უნარებს
დავტოვოთ ასე ვთქვათ დღის წესრიგში კი ბატონო მაგრამ საგანთან მიმართებით ეხლა არ მინდა ძალიან ისეთ სულ რაღაც საყუდურებს ვიღაცის მიმართ მაგრამ ამ შემთხვევაში სკოლაც მეჩვენება ცოტა ვერ ეწევა დროს იმ თვალსაზრისით რომ ძალიან სწრაფად იცვლება ყველაფერი ხო ძალიან სწრაფად ჩვენ პრაქტიკულად ტექნოლოგიური მიღწევები დღეს გონია რომ მხოლოდ რაღაცა პროექტორის გამოყენება გაკვეთილზე არა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ვცხოვრობთ და როგორ შეიძლება ეს არ გავითვალისწინოთ როგორ შეიძლება ამას ჯეროვანი ყურადღება არ მივაქციოთ არ გამოვიყენოთ და ამის მიღმა მაინც რჩება ადამიანი თავისი ესე შიშველი განცდით, ემოციით, გრძნობით, უნარებით. აი ეს არის ახლა საზრუნავი ჩემი აზრით უფრო მეტად ყველას მხრიდან. თუმცა გააჩნია იცით, მიწყავს რავენ, მაგრამ გააჩნია რას ვასწავლეთ ახლა. მე ჩემს გაკვეთილს ისტორიის გაკვეთილს არ მაქვს მოდუნების უფლება იმ თვალსაზრისით, რომ ის ისტორიული მასალა უნდა გამოვიყენო ბევრი რამისთვის. როგორც მაგალითი და შესაბამისად ამას უნდა დავაშენო, ხო? ახლა ნუ გამბრაზდება სხვა საგნის მასწავლებლები და ყველა ეტყვის, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, კი, რაღაცა ჭრილი უნდა მოძებნოს ყველა საგანმა, ისეთი რაც დღევანდელ დღეს უფრო მეტად შეესაბამება, ვიდრე სულ მთლად უფუნქციო არ გახდება ამ თვალსაზრისით საგანმანათლებლო სივრცე. არ შეიძლება დღეში 6 და 7 სხვადასხვა საგანი დავარქვათ საგანი რაც ქვია სკოლაში, მაგრამ ეს არის ფუნდამენტური მეცნიერებები, ხო? არ შეიძლება ბავშვს ამ დოზით, ამ რაოდენობით, რაც უკვე ინფორმაცია ხელმისაწვდომი, ავკიდოთ ეს ტვირთი და მე ჩვენ გვინდა რომ ის იყოს ემოციურად გაწონასწორებული. მე ისევ რწმენას უბრუნდები. ამის გარეშე არ შეიძლება. აქ ყოველთვის შეიძლება ვიპოვოთ ადამიანი, რომელსაც ჩვენი შვილი, ჩვენი მოსწავლე, მეზობლის ბავშვი და ასე შემდეგ კითხვებს დაუსვამს. კითხვები აქვთ ამ ბავშვებს, შეკითხვები აქვთ. ამ შეკითხვებს სჭირდება სწორი პასუხები. ამ შეკითხვებს, იცით, ურწმუნო ადამიანი არ არსებობს. ან რანაირად შეიძლება ადამიანს მოდით ჩავშალოთ ეს რწმენაც ხო რანაირად შეიძლება ადამიანს იმედი არ ქონდეს ასოება არ ქონდეს ხო როგორ შეიძლება ამის გარეშე ხვალინდელი დღე გაუთენდეს აქედან გამომდინარე კი იწვევს ეს მენტალურ პრობლემებს რა თქმა უნდა მე ნიჰილიზმიც რომელიც ჩვენ საზოგადოებაში გავრცელებული რაღაცა მცირედ მორწმუნეობის შედეგია ალბათ ასე მაგრამ ერთაზროვნად რწმენით აღზრდა. ერთაზროვნად იმ დიდი ცოდნის გადაცემის მცდელობა, რომელსაც ქვია რელიგიური განათლება. ოღონდ ამაში არ იგულისხმება მხოლოდ რაღაც სავალდებულო საგნად შემოტანილი რელიგიის ისტორია. აი გავიხსენებ ძველ ამბავს, როდესაც აი საუბრის დასაწყისში მე ვთქვი, რომ მასიურად მოხდა შემოbrunება ეკლესიისკენ, ხო, იმ პერიოდში სახელმწიფომ სავსებით სწორადაც შემოიტანა საგნად რელიგიის ისტორია. მაგრამ რელიგიის ისტორიას ასწავლიდნენ ზოგიერთ შემთხვევაში ისეთი მასწავლებლები, გეუბნებით 90-იან წლების ამბავს, ისეთი მასწავლებლები, რომლებსაც სხვა საგანში საათები ჰქონდათ შესათავებელი და როგორ შეიძლება ამგვარი დამოკიდებულებით დარჩენილი იყო ის საგანი ღირებულად რაღაცა შემეცნებითი ფუნქციის მატარებლად ბავშვებისთვის. მერე დროთა განმავლობაში ვერ იმუშავა. დროთა განმავლობაში სპეციალისტებიც არ იყვნენ. დროთა განმავლობაში შემდეგ ეს გადანაწილდა ერთის მხრივ ისტორიის გაკვეთილებზე, სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე, ეს ინფორმაცია, რომელიც ბავშვს უნდა მიეღო. ქართულში, რა თქმა უნდა, როდესაც ისწავლება ძველი ქართული ტექსტები, იქ რა თქმა უნდა ჭირდებათ ქართულის მასწავლებლებს, ხო? მსგავსი ინფორმაცია. აქედან გამომდინარე, მაინც საბოლოო ჯამში მივიღეთ საზოგადოება, რომელიც არ იცნობს ისეთ ღირებულ ინფორმაციას, რომელსაც ქვია რელიგიური სწავლება. არ იცნობს, არ კითხულობს. ამაზეა დაფუძნებული. ავიღოთ საქართველოს მაგალითი. საქართველოს ისტორიის უზარმაზარი
როგორ გითხრათ, ფაქტიურად ყველაზე დიდი განსაზღვრელი ფაქტორი იყო რელიგიური სწავლება, ხო? საქართველოს ისტორიაში. ჩვენი კულტურა სხვა რა არის, აბა, ხო? აქედან რანაირად შეიძლება ეს ზედაპირული ცოდნით მხოლოდ კონტურებს რო ვხედავთ, როგორ შეიძლება არსზე ვისაუბროთ მაშინ. აქაც ისევ განათლების დეფიციტია და მცირედწოდნეობის მიზეზით არის ეს ყველაფერი. რწმენა არის დაჯერებაზე, ეს ფრაზა ჩემი არ არის, ეს გავრცელებული ფრაზა და თუ არ დავანახეთ და არ დავაჯერეთ, რწმენა ისე არსაიდან არ მოვა. სწორედ ეს ქონდა თავის დროზე მიზნად საბჭოთა საზოგადოებას, როდესაც რწმენისგან ათავისუფლებდა ბრალებში. და აი ყველამ ვიცით, ხო, რა შედეგი გამოიღო ისეთი ორგანიზაციების შექმნა, როგორიც იყო მაგალითად ახალგაზრდა უღმერთოთა კავშირი, ჯერ სახელი. აქედან გამომდინარე, საბოლოო ჯამში ადვილია მართო საზოგადოება, რომელიც დაცლილია ღირებულებებისგან და რომელიც დაცლილია რწმენისგან. ენა მამული სარწმუნოება იყო, არის და ალბათ იქნება მომავალშიც საყრდენი და ჩვენ თუ გვინდა რომ ილიას ქვეყანა ავაშენოთ და ნიკო ნიკოლაის ქვეყანა ავაშენოთ, რა უფლება გვაქვს, რომ ამ ხაზს აუვაროთ გვერდი, ხო? რა უფლება? ძალიან დიდი მადლობა. გულწრფელად მერიტება უხერხულობის განცდა, ის განცდა, რომელიც ახლა მაქვს თქვენთან საუბრის შემდეგ, გამომდინარე იქიდან, რომ არაერთ გზის მოусმენია საზოგადოებას კრიტიკა პედაგოგების მიმართ ამავე სტუდიიდან. ალბათ ძალიან ბევრი პირიმზერურაა საჭირო იმისთვის, რომ მენტალურად გადავტყდეთ და სწორედ ის შედეგი მივიღოთ, რომელიც არის ჩვენთვის საინტერესო და სასურველი. ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. მადლობა თქვენ, რომ მომეცით საშუალება რაღაც. უღრმეს მადლობა მაყურებელ საქმეს შევახსენებ ბიომეტრიის სტუმარი გახდათ ქალბატონი პირიმზერუროა. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის და მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.